1980 წელი გავიდა იმ ბრძანებიდან, რომელსაც სტალინმა მოაწერა ხელი საქმე ეხება 12 წლის ბავშვების დახვრეტის ბრძანებას. უკრაინულმა გამოცემამ, ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემამ, რომელიც თავიდან გახსენი, სერგი, გამოაქვეყნა სტატია 12 წლის ბავშვების დახვრეტის შესახებ, რომელზეც სტალინის ხელმოწერა ფიქსირდება. მას ხელი მოაწერა სტალინმა 80 წლის წინ, 35 წლის 7 აპრილს ოფიციალურად დახვრეტის ინიციატივა აღმასრულებელ კომიტეტს ეკუთვნოდა. საქმე იმაშია, რომ მიღებული კანონით ბავშვების დახვრეტა შეიძლებოდა ქურდობისთვის, ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის, მკვლელობებისთვის ან მკვლელობის მცდელობისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ კანონით ვინც არასრულწლოვანებს ამ საქციელისკენ უბიძებდა, სასჯელად მხოლოდ 5 წლით თავისუფლად აღკვეთა ეკუთვნოდა. ცნობილია ისიც, რომ 30-იან წლებში საბჭოთა კავშირის კანონმდებლობის თანახმად ბავშვების მუშაობა 12 წლიდან უკვე დასაშვები იყო და სწორედ ბავშვები იყვნენ ის ძირითადი ძალა, რომელიც მძიმე სამუშაოებზე მიყავდათ ხოლმე. ჩვენ ცოტა, ვინაიდან საკმაოდ ბრუტალური ბრძანებაა, ვეცადეთ გადაგვემოწმებინა, რამდენად სანდო იყო უკრაინული მედია საშუალების მიერ გამოქვეყნებული მასალები და მოვიპოვეთ ერთ-ერთ ბლოგზე დასკანერებული მასალები ბრძანებების ქვემოთ თუ ჩამოვალთ, ვნახავთ, რომ აქ ნამდვილად არის არქივში დაცული გარკვეული ბრძანებები, სწორედ ამასთან დაკავშირებით და ეხო მოსკვის საც ჰქონდა გარკვეული სახის ინტერვიუები სტალინის ოჯახის წევრებთან, მოკლედ გადამოწმებული ინფორმაცია, ნამდვილად საინტერესო და არსებული და პრინციპში თუ დაგაინტერესებთ უფრო ვცლად, რასაკვირველია დოკუმენტაცია არის გამოქვეყნებული და ხშირად გვირეკავენ ხოლმე სტალინთან დაკავშირებით და ეს არის ერთგვარი პასუხი ჩვენი მოქალაქეებისთვის.